მივესალმებით ჩვენს მსმენელებს ყველაზე პოზიტიური ქალაქიდან. ბათუმში ახლად საოცარი გარემოა ირგვლივ, სადაც ნარჩუნდება 55 სანტიმეტრი თოვლი და ტემპერატურა ამ წუთას 2 გრადუსია. თუ რომ გამოიწვია უამინდობა, როდის იყო ასეთი უხთოვლიანი ზამთარი, თუ რა ნიშნულზე დაეცა ტემპერატურა და როგორი ამინდი გველის მომავალში, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსი რუსუდან დიასამიძე. ქალბატონო რუსუდან, რამ გამოიწვია ბოლოდროინდელი უამინდობა აჭარაში და სრულიად საქართველოში? სამხრეთ-დასავლეთიდან შემოჭრილმა ცივი ჰაერის მასებმა, როგორც მთელს აჭარაში, განსაკუთრებით სუბტროპიკულ ზონაში უხთოვლიანობა გამოიწვია. და ბოლოდროინდელ უხთოვლიან ზამთარს ხოლმე გაიხსენებდით? იცით, სტატისტიკურად ყოველ წელს ესეთი ზამთარი და უხთოვლიანობა არ ახასიათებს განსაკუთრებით სუბტროპიკულ ზონას, მაგრამ სტატისტიკით ქალაქ ბათუმში 1950 წელს დაფიქსირდა 106 სანტიმეტრი. მსგავსი პროცესი იანვრის თვეში 21 იანვარს დაიწყო თოვა 1997 წელს. ესევე უხთოვლიანი იყო 1983 წლის მარტი. თოვლის საფარი სიმაღლე შეადგენდა ქალაქ ბათუმში 1 მეტრსა და 10 სანტიმეტრს. 85 წელს 80 სანტიმეტრს. ესე რომ რაღაც პერიოდებში საერთოდ გამეორება ხდება ეს 20 წელიწადში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდს ზაფხულით ყოველ 12 წელიწადში. ესე რომ ზამთარია და მე მგონი საშიში არაფერი. და რაც თავარია ძლიერი ყინვასთან არ გქონიეს? იცით, ველოდებოდით რომ უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ღმერთის წყალობით გადაურჩით. იმიტომ რომ სუბტროპიკული ზონისთვის ძალიან მტკივნეულია დაბალი ტემპერატურები და განსაკუთრებით ყინვები. დაფიქსირდა ესე იგი 27-ში დილით 5 გრადუსი ყინვა და 28-ში ღამით 0.5 ყინვა იყო ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, 1.5 ყინვა იყო ქობულეთის ტერიტორიაზე. შემდეგ დღის ტემპერატურები ისევ დადებითზე გადავიდა. რა თქმა უნდა, როგორი ამინდები გველის უახლოეს დღეებში? გამოიდარა, რაც მთავარია. ვინ არჩუნებთ ამაღამ და ხვალ უნალექო ამინდს. ტემპერატურა ღამის საათებში ისევ დაბალი იქნება, სადღაც 1-2 გრადუსი ყინვის ფარგლებში და დღისით ისევ დადებითზე გადავა. 29-30-ში ვფიქრობთ, რომ გაწვიმდება. და ეს ალბათ ხელს შეუწყობს ქალაქს დაეხმარება გაწმენდაში და დასუფთავებაში. 31-ში უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. ანუ თოვლის ფონზე წვიმიანი ამინდი პრობლემებს არ შექმნის არანაირს. და ბოლოს კითხავთ, აი ზამთარი დასრულდა თუ არა? არავითარ შემთხვევაში ზამთარი არ დასრულებულა, იმიტომ რომ წინ თებერვალია. შეგახსენებთ ესაუბრებოდი გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროს ქალბატონ რუსუდან დიასამიძეს. როგორც ქალბატონმა რუსუდანმა აღნიშნა, მოსალოდნელი წვიმა პრობლემებს არ შექმნის და ნელ-ნელა თოვლიც დადნება, თუმცა ჯერ კიდევ ზამთრის ცივი თვე გველის წინ. წელს ნამდვილად ვიტყვით, რომ ზამთარი ნამდვილად გავდა ზამთარს და პოზიტიურად შემოიჭრება ჩვენში გაზაფხული, ძვირფასი და თბილი დღეებით. მე დროებით დაგემშვიდობებით და გისურვებთ ხალისიან დღეს.